რეჯეფ თაიპ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური მეტოქის და ყველაზე პოპულარული ოპოზიციონერი ლიდერი სტამბოლის მერის დაკავების შემდეგ თურქეთში საპროტესტო ტალღა არ წყდება. მიუხედავად საზოგადოებრივ შეკრებებზე დაწესებული 4 დღიანი აკრძალვისა, სტამბოლში მერის შენობასთან ექრემ იმამოღლუს ათასობით მხარდამჭერი კვლავ შეიკრიბა. აქციას ესწრებოდა დედაქალაქის ანკარას მერიც. მან ოპოზიციურ ძალებს უსამართლობის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა. სიტყვით გამოვიდა ექრემ იმამოღლუს პოლიტიკური გუნდის, რესპუბლიკური სახალხო პარტიის თავმჯდომარე ოზგურ ოზელიც. ვიწევ თურქეთის მილიონობით მოქალაქეს 91 ოლქსა და 973 რაიონში. გამოვიდნენ გარეთ, შემოერთდნენ დემონსტრაციებს, გამოიყენონ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის კონსტიტუციური უფლება. მათ, ვინც ამბობს, რომ უპასუხისმგებლობაა ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდო, სულს ვუთხრო, რომ ქუჩებსა და მოედნებს ჩვენ არ ვავსებთ. ხალხი თქვენმა უკანონობამ და უსამართლობამ გამოიყვანა. მხოლოდ ერთი გაფრთხილება მაქვს, არ აღყვეთ პროვოკაციებს. თუნდაც უკანონო ბრძანების გაცემის შემთხვევაში არ ავნოთ პოლიციელებს. პოლიციაზე თავდასხმა ჩვენი მეთოდი არ არის. თუ გაიცა უკანონო ბრძანება, რომელიც გზას გადაგვიკეტავს, რა თქმა უნდა, მაინც გავივლით, ისე რომ არ დავაზიანებთ არც ერთ პოლიციელს თუ საჯარო მოხელეს. თუ უკანონო ბრძანები ჩვენს წინაშე ბარიერს აღმართავენ, ჩვენ მას პოლიციისთვის ზიანის მიყენების გარეშე გავარღვევთ. იმამოღლუ საკუთარ პრეს-დივანისა და მერის ასამდე თანამშრომელთან ერთად კორუფციის, თაღლითობის და ტერორისტულ ჯგუფებთან თანამშრომლობის ბრალდებით 19 მარტს დააკავეს. თურქეთის ხელისუფლება მოსახლეობის მიმართ ოპოზიციის მოწოდებებს უპასუხისმგებლოდ და უკანონო დაფასებს. მთავრობის წარმომადგენლები უარყოფენ რესპუბლიკური სახალხო პარტიის ბრალდებებს, რომ სამართლებრივი ქმედებები პოლიტიკურად მოტივირებულია და ამტკიცებენ, რომ სასამართლო დამოუკიდებლად მუშაობს. თავად რეჯეფ თაიპ ერდოღანი კი აცხადებს, რომ რესპუბლიკური სახალხო პარტიის პრობლემები სახელმწიფოს პრობლემები არ არის. ოპოზიციის მცდელობა, თავიანთი შიდა კონფლიქტები თუ იურიდიული პრობლემები ქვეყნის წინაშე არსებულ უმთავრეს გამოწვევებას წარმოაჩინოს, თვალთმაქცობის უმაღლესი მწვერვალია. იქნება ეს დიპლომის საკითხი, კორუფცია თუ თაღლითობა. ოპოზიცია ბრალდებებს ვერ უარყოფს. ამის ანაცვლოდ მხარდამჭერების პროვოცირების და საზოგადოების მოტყუების მიზნით პოლიტიკური ლოზუნგებით შემოიფარგლებიან. ამ უაზრო დისკუსიაზე დასაკარგი არც დრო გვაქვს და არც ფული. რესპუბლიკური სახალხო პარტიის პრობლემები სახელმწიფოს პრობლემები არ არის. ეს არის მათ შტაბში მყოფი რამდენიმე ოპორტუნისტის პრობლემა. ოპოზიციის სპექტაკლებზე დროს ვერ დავკარგავთ. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მერის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას 53 ადამიანი დააკავეს. მათივე ცნობით დემონსტრაციებზე დაშავდა 16 პოლიციელი.